მე მგონია რომ იმ ხალხმაც იციან რეალურად რაც ხდება გელათში, ვინც უნდა იცოდეს. მაგრამ მათ რო ამაზე გამოხატონ ის რეაქცია, რა რეაქციაც უნდა გამოხატონ, მერე უკვე უპირისპირდებიან ორ ისეთ ძლევამოსილ არც თუ ისე კეთილგანწყობილ ინსტიტუციას, როგორც ერთი მხრივ არის სახელმწიფო, მეორე მხრივ საპატრიარქო. გელათი არის ალბათ ჩემს ერთადერთი საკითხი, რომელშიც პერსონალურ მარცხს ვგრძნობ. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ვქენი, ვერც მე და ვერც ძალიან ბევრმა ადამიანმა, რაც მას სჭირდებოდა რომ გაგვეკეთებიათ. რა კარგი რამე თქვით ეს პერსონალური მარცხი. კი, იმიტომ რომ მეც ეგ განცდა მაქვს ზუსტად, რომ კი, პერსონალური. ხო, აი, ამდენი წელია, აი 2020 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვაშუქებთ და არ მთავრდება ეს ამბავი და მეც სულ ეგ განცდა მაქვს, რომ აი ეს ჩემი მარცხია პირადი, რომ რაც შეგვიძლია ვშვებით, მაგრამ მაინც გელათი იგივე მდგომარეობაში რჩება სამწუხაროდ. ის შეუქცევადი ზიანი რაც დგება, ამას აღარაფერი აღარ გამოასწორებს უკვე. მუდმივად ამაზე აპელირებ. თავშენებელი ხო აღარ წამოდგება და მოხატავს, ახლა მოახატინებს იგივე. მე მგონი მაგითკენ მიდის პროცესი, რომ წამოდგება რაღაცნაირად.